რა გავაკეთო რომ ესე თითქოს ყველაფერს ვაკეთებ. ვერავის მოსავლის. ჩემი თავის ესეთი ამასწორა ჩემი. თითქოს ყველაფერი გაქვს, მაგრამ როგორ გაგრძნობინებს თავს ეს ფრაზი? როგორ განიცდება შენთვისევ და დარწმუნებული ხარ რომ შენი პასუხისმგებლობაა? რა არის ის რაც გწყინს? შეგიძლია უთხრა ხმამაღლა შენს თავს? როგორ ხდება რომ ვერ გხედავენ და არ ესმით შენი ხმა? რისთვის დგები საწოლიდან? რა განცდაა შენთვის ბედნიერება? ყველა კითხვაზე პასუხს ერთად ვიპოვით. რეალური საკუთარი თავის გაცნობა მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია ურთიერთობაში ყოფნისას. არ არსებობს ტოქსიკურ ურთიერთობაში შემთხვევით აღმოჩენა. თუ კი შენ მიხვდი რომ ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანია ცუდი. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ტოქსიკური ურთიერთობა ხშირად კომფორტის ზონა ხდება ხოლმე. ვოცნებობდი, რომ ჩემი მშობლები დაშორებულიყვნენ და ამ დროს მათ მშობლებს რომ მკითხო, ისინი არ შორდებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილები ისეთები გაზრდილიყვნენ, რომ ნათელი მომავალი ქონოდათ. როდესაც ფსკერზე დაეშვები, როდესაც მიხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც გაქვს შესაძლებელი, ამით ტოქსიკური ურთიერთობის ყველაზე პოზიტიური მომენტი იწყება. გამარჯობა, მე ვარ იანა და ჩვენი რუბრიკის პირველი თემა იქნება ტოქსიკური ურთიერთობები. ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეხვდეს ურთიერთობაში. ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს იქნება წყვილის ურთიერთობა, მეგობართან ურთიერთობა, მშობელის და შვილის ურთიერთობა. იმ შემთხვევაში, როდესაც მარტო ხარ, ფიქრობ შენთვის, აანალიზებ საკუთარ თავს, როგორი გინდა იყო. ეს ყველაფერი არის ის მომენტი, როდესაც თეორიულად წარმოიდგენ შენს მოქმედებებს, შენს სურვილებს და საკუთარ პატერნებს. რეალური საკუთარი თავის გაცნობა მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია ურთიერთობაში ყოფნისას. აუცილებელია დააკვირდე შენს თავს, როგორი ხარ, რას აკეთებ, რას ითხოვ. რეალურად აღმოაჩინო, რა დეფიციტები გაქვს. რა შეიძლება იყოს ისეთი, რომ საკუთარ თავს შენ თვითონ მისცე, იმისთვის რომ ურთიერთობა არ გახდეს რთული, მოსაწყენი და არ იყოს მომენტები, სადაც ვერ უძლებ ისეთ სიტუაციებს, რომელიც შენ გთრგუნავს. აღმოაჩინო საკუთარი თავი ურთიერთობაში ძალიან დიდი რესურსია შენთვის. პირველ რიგში თვითგანვითარებისთვის, საკუთარ თავზე მუშაობისთვის და პოზიტიური აღქმის გამომუშავებისთვის, რომელიც გეხმარება შემდეგ სამყარო აღიქვა ზუსტად ისეთად, როგორიც გინდა რომ იყოს. ჩემი მუშაობის დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილების განმავლობაში, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არ შევხვედრი ვარ ჯანსაღ ურთიერთობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს. ან შეიძლება არ არსებობდეს კიდეც. პირველ რიგში საჭიროა ვაღიაროთ, რომ რაღაც არ არის კარგად. ვიყო ტოქსიკურ ურთიერთობაში, ამის გაცნობიერების საშუალებას გვაძლევს საკუთარ თავზე და შეგრძნებებზე დაკვირვება. რა შეიძლება იყოს ეს შეგრძნებები? სხეული არის ის ერთადერთი ჩვენი რესურსი, რომელიც გუკარნახობს, როგორ ვგრძნობ თავს, რა მჭირდება, რა მოთხოვნილება მაქვს, რა დეფიციტი მაქვს. ამიტომ თუ კი დაუჯერებ საკუთარ სხეულს და ვიქნები ნდობით მის მიმართ, აუცილებლად მივხვდები, დასაწყისშივე მივხვდები, რა არის ის, რაც მე მჭირდება რეალურად ნებისმიერ ურთიერთობაში. მე როგორი ვარ ურთიერთობაში, ამის კოპირებულ მექანიზმებს ვიღებთ იმ ადამიანებისგან, ვისთან ერთადაც ვიზრდებით. თუ გადავხედავთ ჩვენს გამოცდილებას, მაგალითად, ჩვენი მშობლები როგორები არიან, რა ემოცია მოდის, როდესაც ვიხსენებთ ჩემი მშობლების ურთიერთობას, რა განცდა, როდესაც მახსენდება ის მათი ურთიერთობის მექანიზმები, რომლითაც ისინი ერთმანეთთან და მერე უკვე ჩვენთან ურთიერთობენ. აი ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მიხვდეთ რა გვინდა, მინდა თუ არა ვიყო ის, ვინც იყო მაგალითად დედაჩემი, ან ვინც იყო მამაჩემი. და საერთოდ არ ნიშნავს იმას, თუ არ მინდა რომელიმე მათგანი ვიყო, რომ მე ცუდი შვილი ვარ, ან რომელიმე მათგანი არ მიყვარს. შეგიძლია შენ სხეულს შეხედო როგორც რუქას, რომელზეც
გამოისახება შენი პირადი საზღვრები და რომელიც აუცილებლად გიგარნახებს, სად არის ის ადგილები, რომელიც ვიწროვდება შენს ურთიერთობაში და სად არის ის ადგილები, რომელშიც თავისუფლების განცდა შეიძლება იგრძნო. შენი სხეული არის ეს, რომელიც აუცილებლად გეტყვის, რომ აღარ შეგიძლია, მაგალითად. არის ესეთი შეგრძნებები, რომელსაც ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანები. ყელში ბურთი გამეჩხირა. როდესაც ამბობენ, რომ მოხრჩობის შეგრძნება მაქვს. როდესაც ამბობენ, რომ გულისრევის შეგრძნება მაქვს, ვიძაბები, ანუ მუდმივად ვგრძნობ რაღაცა დაძაბულობას და ვერ ხვდები საიდან მოდის. ეს ის შეგრძნებებია, რომელიც გეუბნება, რომ შენს ურთიერთობაში რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა რომ იყოს. თევზივით პირდაბრჩენილი თუ დარჩი ერთ დღეს და მიხვდი, რომ აღარ ყოფნის არც ჰაერი, აღარ ყოფნის არც ენერგია დილით რომ გაიღვიძო. აღარ ყოფნის არც мотивация რომ ცხოვრებაში რაღაც შექმნა. ესე იგი რაღაც არ ხდება კარგად ჩვენს ურთიერთობაში. და იყო აქცენტირებული ამ პროცესზე ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანები გარბიან ურთიერთობიდან, ის რომ ვერ ხვდებიან როგორ გარბიან. ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მისაღები გასაქცევი ადგილი ეს არის ვორკაჰოლიზმი. ხშირად მოგისმენიათ ალბათ როგორ ეუბნებიან ერთმანეთს, რომ რა მაგარი ტიპი ხარ, ძალიან მაგარია, წინ წახვედი, შენი მდენი შეძელი. თუმცა ამის უკან რა დგას, ამ ვორკაჰოლიზმის უკან, რა შეიძლება იმალებოდეს, ამას ადამიანები უბრალოდ არ ვაღიარებთ ხოლმე. თუ დააკვირდები, ვორკაჰოლიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ სახლში მისვლა შეიძლება გეზარებოდეს, არ გინდოდეს სახლის კარიშიაღო და ამიტომ ვცდილობ, რომ ეს დრო რაც შეიძლება მეტად გაწელო, ოღონდ ვიღაც არ შეგხვდეს, ოღონდ რაღაც ვალდებულებები არ გაითავისო. შენი პასუხისმგებლობები, რომელიც ოდესღაც აიღე იმ სახლში, იმ შენს პირად სივრცეში, რომელიც რეალურად შენთვის ყველაზე საყვარელი უნდა იყოს, აღარ გინდა. და ეს ყველაფერი არის ზუსტად ის მომენტები, რაც შენ გიგარნახებს, რომ რაღაც არ ხდება შენთან კარგად. არ არსებობს ტოქსიკურ ურთიერთობაში შემთხვევით აღმოჩენა. არ არსებობს მომენტი, რომელიც შეიძლება ვერ დააფიქსირე. თუ დააკვირდები შენი თავი აუცილებლად გეტყოდა იმ მომენტში, როდესაც ეს ნაბიჯი გადადგე, რომ რაღაცა სწორად არ აკეთებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი გადადგე. და ურთიერთობაში ამოყავი თავი, სადღაც გულის სიღრმეში იცოდი, რომ ეს ისე არ იქნებოდა, როგორც წარმოგედგინე. ისეთი არ იქნებოდა, როგორც გინდოდა. მაგრამ არის რაღაც, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგა. მოდი ამაზე ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს, რამე შეიძლება ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოგაჩინოს. კარგი გოგო და კარგი ბიჭი. ეს არის ფენომენი, რომელიც ყველაზე მარტივად დასანახია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ემოციური შანტაჟის უნარი გააჩნია, манипуляციის უნარი გააჩნია, ვინც თავიანთ ურთიერთობაში დეფიციტების შევსებას ცდილობენ აი ამ უნარებით და ჭირდებათ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს გადააბიჯებს, რომელიც მისცემს ზუსტად იმას, რაც ჭირდება. კარგი გოგო და კარგი ბიჭი არის ის ფენომენი, რომელიც არის ყველაზე მარტივად საპოვნელი საკუთარ თავში. რაც შეეხება მეორე მხარეს, მოდი ემოციური მოშანტაჟები დავარქვათ. ეს ადამიანები უბრალოდ ეძებენ იმ პიროვნებას, რომელიც ნიადაგი იქნება მათი ურთიერთობის, მათი სურვილების მიღების. და ერთი შეხედვით რო შევხედოთ, არც შენ და არც ის ცუდი ადამიანები არ ხართ. უბრალოდ სხვადასხვანაირად შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის დეფიციტები, რომელიც თქვენი ბავშვობიდან მოდის, რომელიც ის სიცარიელეები, რომელიც გაჩნდა თქვენში. უბრალოდ სხვადასხვანაირი მექანიზმი გაქვთ ამის დასაკმაყოფილებლად. თუ კი შენ მიხვდი, რომ ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანია ცუდი. ან არც იმას ნიშნავს, რომ გაგიმეტა, არც იმას ნიშნავს, რომ ბოროტია. უბრალოდ ეს არის ესეთი ბუნებრივი და ნატურალური დამთხევა. მას რაც ჭირდებოდა, შენ შეგიძლია მისცე.
და შენაც გჭირდება ამის სცენას აუცილებლად გაძლოს მეორე ადამიანი. იქნება ეს შანტაჟით, იქნება ეს ემოციური манипуляციით, არ აქვს ამას მნიშვნელობა. უბრალოდ თქვენ ხართ ის წყვილი, რომლებმაც ერთმანეთი შეავსეთ. და ეს მნიშვნელოვანია, რომ აღიარო. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ტოქსიკური ურთიერთობა ხშირად კომფორტის ზონა ხდება ხოლმე. კომფორტის ზონა ცოტა ისეთი საყვარლად ჟღერს, მაგრამ რეალურად კომფორტის ზონა არ არის. ის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად გრძნობენ ადამიანები. უბრალოდ ეს არის ადგილი, სადაც ხდება მიჩვევა, სარგებელის პოვნა. სარგებელი არ თუ ისე სასიამოვნოა კომფორტის ზონასთან მიმართებაში. მესმის ძალიან კარგად, მაგრამ სხვა სიტყვა უბრალოდ არ არსებობს, რომელიც ასეთი ნათლად გამოხატავდა ამ მდგომარეობას. ალბათ მოგისმენია ბევრი ადამიანისგან, რომ კი ძალიან ცუდად გრძნობ თავს ჩემს ურთიერთობაში და არის რაღაცეები, რაც აღარ შემიძლია, მაგრამ აი ბავშვების გულისთვის. ან საწავიდი არ ვიცი, ან რა გავაკეთო, სხვა არაფერი არ ვიცი ამის გარდა. ის არის ზუსტად სარგებელი, როდესაც შენ რჩები იქ, სადაც რაღაც გაკავებს, სადაც რაღაცა კომფორტი გექმნება. არის ის ძალიან თვითონ ტოქსიკური გამონათქვამი მშობლებისგან, იქნება ეს დედა თუ მამა, არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის გულისთვის არ ვშლი ჩემს ურთიერთობას. ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ ჩემს ურთიერთობაში, ჩემს ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენით მგონია, რომ შევუქმნი ჩემს შვილს ნათელ მომავალს, ან მივცემ იმას, რაც მას სჭირდება. რეალურად, სწორედ ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნის შედეგად იზრდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ასევე ტოქსიკურ ურთიერთობას ქმნიან. და ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კი ჩემი შვილი არის გარემოში, სადაც არის მუდმივი დაძაბულობა, არის შიში, არის მუდმივი კამათი, არის მუდმივი სურვილი გაქცევის. თუ კი ამას უყურებს, მას უამრავი დეფიციტი ექმნება. როგორ შეიძლება მე დედამ, რომელიც ვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, დედამ, რომელსაც ემოციური რესურსი აღარ მაქვს, ჩემს შვილს მივცე ისეთი ემოციები, რომელიც მას როგორც სრულყოფილ ემოციურ მენტალობას შეუქმნის. და ეს არის უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუება. ჩემი კლიენტების უმრავლესობა ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს ხოლმე. ვოცნებობდი, რომ ჩემი მშობლები დაშორებულიყვნენ. და ამ დროს მათ მშობლებს რომ მკითხავ, ისინი არ შორდებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილები ისეთები გაზრდილიყვნენ, რომ ნათელი მომავალი ქონოდათ. ხშირად ჩემთან მოდიან ადამიანები და მიყვებიან, როგორ გრძნობენ თავს, როგორი საშინელი შეგრძნებებით იტანჯებიან, როგორი ფოთოები აქვთ, პანიკური შეტევებიც კი აქვთ და ამ დროს მიყვებიან, რომ ყავთ არაჩვეულებრივი მეუღლე, რომ თანხმება, ზეთყვება ხელის გულზე ატარებს, რომ არანაირი პრობლემა მის ურთიერთობაში არ არის. რამდენიმე სესიის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ძალიან რთულია იცხოვრო ისეთ ადამიანთან, რომელთანაც გჭირდება მუდმივად იყო მოჭიმული, გაითვალისწინო რას ამბობს, გაფილტრო შენი სიტყვები, მისი მოთხოვნილებები მუდმივად იყოს დაკმაყოფილებული. და აი ამ სესიების განმავლობაში ეს ადამიანები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ საკუთარი თავის საერთოდ დაკარგული ყავთ, საერთოდ არ ახსოვთ ურთიერთობაში თუ არსებობენ. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკურად არ ვამბობ, ხო? ეს არის უბრალოდ ემოციური დამოკიდებულება საკუთარ თავსა და მის მეორე ნახევარს შორის. და ძალიან რთულია გააცნობიერო, რომ შენ აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც უბრალოდ გაქრობს ურთიერთობაში, რაც უბრალოდ აღარ გამყოფებს იქ. და ასევე აღმოაჩენენ ხოლმე იმას, რომ თვითონ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ვერ დაინახონ. მარტივი არ არის აღიაროთ ეს ყველაფერი და არც ის არის მარტივი, რომ საკუთარი შეგრძნებები და საკუთარი შფოთვები, ან პანიკური შეტევები, ან მინიმალური მენტალური პრობლემა დაუკავშირო შენს ურთიერთობას. ურთიერთობას, სადაც არის კომფორტის ზონა და ურთიერთობას, რომელიც თითქოს გეუბნება, რომ აქ ყველაფერი კარგად ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც ხდება ხოლმე ტოქსიკური ურთიერთობის პროცესში, ეს არის ფსკერზე დაშვება. ფსკერზე დაშვებაში გულისხმობ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ წაიშალა და გრძნობს, რომ რაღაც ჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, ისე იგრძნოს და რაღაც გააკეთოს იმისთვის, რომ არ გაქრეს. პირველი ნაბიჯი ამ დროს არის დაწყება საუბრის. როგორც ყოველთვის, ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები არ საუბრობენ არც მეგობრებთან, არც მშობლებთან, არავისთან, არც თანამშრომლებთან. არ საუბრობენ იმაზე, როგორი ცუდად გრძნობენ თავს, როგორ უჭირთ. თითქოს ეს სირცხულთან ასოცირდება, მაგრამ როდესაც ფსკერზე დაეშვები, როდესაც მიხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც გაქვს შესაძლებელი, ამით ტოქსიკური ურთიერთობის ყველაზე პოზიტიური მომენტი იწყება. ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი იწყებს ნაბიჯების გადადგმას თვითრეალიზაციისკენ, საკუთარი პიროვნების ზრდისკენ. თვალი გაახილე, დაინახე, სად ხარ, იგრძენი, რა რთულია აქ ყოფნა, იგრძენი როგორ გააქრე შენი თავი და მერე ძალიან შორიდან დაიწყე შენი თავის დანახვა. ძალიან რთული გზა გელოდება, ზუსტად იცი, იქამდე მისასვლელად, სადაც შენს თავს ხედავ, ისეც როგორიც მოგწონს, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმას იწყებ. უბრალოდ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩნდე ისეთ მდგომარეობაში, როდესაც აღარ შეგიძლია და თუ კი ამას გრძნობ, არ შეგეშინდეს. იმიტომ რომ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც შენი თავის პოვნას იწყებ.